რა იწვევს აჟიტირებას, დემენცია მქონე აგრესიას, დემენცია მადლობა დიდი. დემენცია მქონე ადამიანებში მე ძალიან ადრე მაქვს ნათქვამი, თუმცა იმის გამო რომ ახალი გამოწერები მყავს, შევეცდები სურს რომ ხელმეორედ აგიხსნათ. ნახე, აჟიტირების მიზეზი, აგრესიის მიზეზი ძალიან ბევრი რაღაც უნდა შეიძლება გახდეს. დემენციის ენა არის აგრესიის წუწუნის ტირილის ენა. აი როგორც ბავშვი მაგალითად. თუმცა პატარა რადგან არის ეს ჩვენ გვესიყვარულება და ვერ პატიობთ დიდ ადამიანებს ეს ბჭყალებში ესე რომ ვთქვათ მოკლედ, მათ აგრესიას, აჟიტირებას, წუწუნს ვერ პატიავთ არა, უბრალოდ მოქმედებს ჩვენზე, იმიტომ რომ ჩვენ ხო ისინი სხვანაირად გვახსოვს მიღო ეგეთი მადლობა. სხვა სახი აზრით და განვიცდით ამ ყველაფერს, ამიტომ უფრო გვირთულდება მათი მოვლა, ვიდრე რა თქმა უნდა ბავშვის. თან რა თქმა უნდა ფიზიკურადაც უფრო ძლიერნი არიან და ასე მრავალი მიზეზი არის, მოკლედ ამას არ გავაგრძელებ. ნახეთ, უნდა წარმოვიდგინოთ, რომ დემენცია მქონე ადამიანი არის, აი, როგორც ბუმბულს მოუვლიდით, მაგალითად, აი, ფაფუკი ძალიან სენსიტიურები არიან, სენსიტიურები ყველაფრის მიმართ, ყველაფერს სხვანაირად აღიქვავენ. ოდნავი შეხებაც თქვენთვის თუ შეიძლება თუ ტკივილის მომგვრელი არ არის, მათთვის ეს არის როგორი შეხება, იცით, აი, ზემტკივილის მომგვრელი. ამიტომ მუდმივი საუბარი, გაწონასწორებული, უპირობო სიყვარულის ენით. დემენცია მქონე ადამიანთათვის აუცილებელი არის რუტინა. ეს სხეული გვაქვს ცხოველის. დემენცია ადამიანში მე ასე ვამბობ ხოლმე, სული უკვე აღარ არის. ჩვენ შევდგებით სულისგან, მშვენივრისგან, სხეულის, მოკლედ ამას არ ჩამოვთვლი. არის მშვენივის სხეულის მეხსიერება. თუ როდესაც წამლით მაგალითად არ ვართმევთ ამ სხეულის მეხსიერებას, დაკვირვების შედეგად მიხვდებით თუ რამდენად მსგავსება არის ცხოველთან, იმიტომ რომ სხეული გვაქვს ცხოველის განვითარება არის აუცილებელი, რო არ მივიღოთ ის შედეგები, დემენცია, კიბო და ასე შემდეგ. ამ სხეულის განსავითარებლად ვართ აქ და ახლა მოსული. ნახეთ, დღეს როგორ დაიწყო, დედა მშვიდად იყო, ჩვენივრად ეძინა რაღაცა და უცბად დაიწყო ტირილი. და რა მოხდა? რუტინა აუცილებელი არის. ამიტომ რო ვამბობთ ხოლმე, ბავშვები, აი, მიუშვებთ ხოლმე არანაირი დისციპლინა, არანაირი რუტინა, აი ესე თავისუფალ ადამიანს ვждით, ეს არ არის ჩემო კარგო თავისუფლება. ბავშვს აყოფებთ შიში, იმიტომ რომ ცხოველი ჯერ არ არის ბავშვი, ხო, ბავშვის სხეული განვითარება გაადამიანებული, გაღმერთებული. ამიტომ აუცილებელი არის როგორც ცხოველს, აი მაგალითად შემძახს მაგალითად რიტუალი, რუტინა, ეს ცხოველური საწყისები არის. გესმით, ამიტომ აუცილებელი არის ამ სხეულისთვის. აუცილებლად დედა ჩემისთვის მაგალითად რო უსაფრთხოდ იგრძნო, დაცულად იგრძნო, სიყვარულში იგრძნო თავი. ეს თუ არ არის, ბავშვი შიში არის. არანაირი რუტინა, დისციპლინა, რიტუალი თუნდაც. მაგალითად ბუბუს რიტუალი არის, აი ეს რო შემოვდივართ, აუცილებლად უნდა აიღოს ფეხსაცმელი, ყველანაირი ფეხსაცმელი იქნება თუ რაც იქნება და ასე გველოდებ. ეს არის მისი რიტუალი, ასე გრძნობს მშვიდად და სიყვარულში თავს. რადგან ჩვენ კიდევ ერთხელ ვამბობთ, სხეული ცხოველის გვაქვს, ჩვენთვისაც ეს აუცილებელი არის. ვითარდებით და რა თქმა უნდა, ეხლა ამისგან თავისუფალნი ვხდებით. ანუ რეალურად რა არის თავისუფლება? ამ ცხოველური საწყისებიდან გამოსვლა. შენი საკუთარი თავის დამორჩილება, გააზრდა, განვითარება, განთავისუფლება, არასწორი შეგონებებისგან, მოკლედ არ გავაგრძელებ, ბევრი რაღაცა არის, გამთლიანება, ბევრი რაღაცა არის თავისუფლება, ამას არ შენ თავისუფალი როდესაც ხდები, გამთლიანებული ხარ, მიღებული ხარ, გაქვს ყველაფერი, შენი ცუდი, კარგი, განვითარებული გაქვს და წარსულისგან განთავისუფლებული ხარ და მოკლედ მთლიანი ხარ საკუთარი თავით. ამას აღარ გავაგრძელებ და ნახეთ, დილით ცოტა ქვიან გავიღვიძე, შესაბამისად, როდესაც უნდა მიმეცა საკვები, იმ დროს არ მივეცი, საპირფაშოშიც თავაგვიანე მისის შეყვანა და მან ის მიჩვეული არის, რომ ერთ-იგივე დროს დემენცია მქონე ადამიანები ვერ გადმოცემენ.
რა სურთ, გესმით? ამიტომ რადგან სხეულის ენა არის ნეგატიური ენა, რასაც ვეძახებთ რეალურად ეს სხეულის ენა არის აგრესია, ესეთი წუწუნი და ასე შემდეგ. ესეთი ენა აქვს. სულის ენა სიმშვიდის ენა არის. და უბრალოდ ასე გადმოსცემს თავის სათქმელს და უნდა ისწავლოთ თითოეული მისი აჟიტირება რას ნიშნავს, რას გეუბნებოდ. აი მე თურმე რას მეუბნებოდა, რომ არ მომეცი საკვები თავის დროზე საპირფაშოში, არ მომეცი, ამიტომ ახლა ვტირი და ვიხსენებ დედაჩემს და ყველა გარდაცვლილს. მოკლედ გამოვიყვანე, მივართმევინე, მე ეს შევიყვანე საპირფაშოში, დაწოდა ძინავს ახლა მშვიდად. გააგრძელა ძილი. ოქტომბერში ძალიან აჟიტირებული იყო, ახლაც ოქტომბერი არის, თუმცა ახლა უკვე ნახეთ, გარდამავალ პერიოდებში ყოველთვის აჟიტირებული არის დემენცია მქონე ადამიანი, იმიტომ რომ აი, როდესაც დღე მოკლდება, ან ზაფხულში დღე უფრო გრძელი არის, ამაზე უნდა გადავიდეს და ეს გადასვა კიდევ ერთხელ ძალიან სენსიტიურები არიან. ყველას და ყველაფრის მიმართ, გესმით? მით უმეტ ჩვენზე მოქმედებს. თუ არის ცვალებადობა ჩვენზე მოქმედებს და წარმოიდგინეთ როგორი მოქმედებს ახლა მათზე უბრალოდ ჩვენ თავის ხელში აყვანა შეგვიძლია მათ არ ძალუცეს ყველაფერი როგორც ბავშვს კბილი ამოდის ბავშვი და წარმოიდგინეთ ნეირონები კვდება გესმით და ამიტომ არასწორად აღიქვავს დემენცია მქონე ადამიანი ნახეთ ტვინი ყველაფერს დედაჩემს ყველა ინფორმაციას დისკომფორტს აწვდის როგორც ტკივილს ამ სახით რეალურ ტკივილში კი არ არის, უბრალოდ ასე აღაქმევინებს ტვინი, რომ თითქოსა ტკივილში არის. პირველ რიგში უნდა გამოვრიცხოთ ფიზიკური ტკივილი. თუ ფიზიკურ ტკივილში არ არიან, დედაჩემს მაგალითად ართრიტი აქვს. ართრიტის გამო შეიძლება იყოს აჟიტირებული. ამიტომ სულ სითბოში უნდა ვამყოფოთ ესეთი პაციენტი. აი მაგალითად დედას გუშინ დაეწყო შეტევა ხამი, რადგან იცით რომ აქ მდგმური მყავს, რომ არ შევაწუხო, ანუ საერთო საცხოვრებელში ცხოვრობ, ჩავედით, სადაც არავინ არ არის, რა ქვია იმას სამრეცხაოში, ხო, მადლობდი, სამრეცხაოში. იქ ნახეთ უკვე დაიწყო პირველი საათი, გამოხატა დედაჩემა თავისი აგრესია, იმიტომ რომ უბრალოდ შეიძლება იმ პერიოდში ახლა საკვებიც მირთმეულები იყო, ქონდა საპირფაშოს, შეიძლება უბრალოდ მარტო სულად იგრძნო თავი. გესმით, აი ესეც არის. ან დაიბნა ისე უცხო სახები და ასე გამოხატავს ამ ყველაფერს. მოკლედ, რომ გამოიხატა ეს ყველაფერი, რომ დაწყნარებული იყო, ჩავიყვანე და ვხვდები, რომ ანუ როგორ არის იცით არ წყნარდება არა და ნუ პირველ საათზე მას უკვე ძინავს რა გავაკეთებ სამრეცხაოში ჩავაქრე შუქი ანუ შევქმენ იმიტომ რომ ის იმისას ეგონა რადგან შუქი იყო რომ დღე იყო ჩავ ნელ-ნელა დაწყნარდა ამოვიყვანე აქ ცოტა აჟიტირება უნდოდა და რაშველის ტკბილი მიეცით ტკბილი ეხლა თუ დიაბეტიანი არის ეხლა მამას არ ვამბობ თუმცა თუ არ აქვს დიაბეტი და შეგიძლიათ რომ მისცეთ ტკბილი ოდნავ აი პეჩენია რაღაცა გადაატანეთ ყურადღება დამშვით და შევიყვანე მშვიდად საპირფაშოში და ეგრევე ყველანაირი აჟიტირების გარეშე საუბრების გაგრძელების გარეშეც დაწვა დაიძინა გესმით, ანუ აი პეჩენია ამ დროს შველის, აი რო ხეჭვა დააწყებინოთ. აი სტრესის დროს, როდესაც ხეჭა, იმიტომ გვინდება საჭმელი. აი კევი დახეჭეთ ხოლმე თუ მაგალითად კვებითი აშლილობა გაქვთ. ახლა დანიელმა მითხრა რომ ბებოს რომ მისცეო სახეჭი რეზინა ჩაყლაპავსო ხო მე არ გულისხმობ დემენცია მადლობა დიდი დემენცია ადამიანებს არ მისცეთ კაცო სახეჭი რეზინა იმიტომ რომ ახმა არა აქვთ გადაყლაპავენ მე გულისხმობ რომ ჩვენთვის ხო როდესაც სტრესში ვართ რაღაცა იმიტომ გინდებათ საკვები ამიტომ ჩაანაცვლეთ ჩაით და ვისაც კვებითი აშლილობა გაქვთ ეს ყველაფერი ახლა სხვა ვიდეოებში აქვს თქვამი აქ კერძოდ დემენციაზე ვსაუბრობ და მათ გამომწვევ მიზეზზე რამე შეიძლება გამოიწვიოს აგრესია. ნახეთ, ესე იგი ჩამოვთვალოთ. გლიცულ მიწყდება აზრი. ახლა ბატონო დანიელ მომთხოვა ჭადი უნდა გავუკეთო და სანამ დავიწყებ გაკეთებას სწრაფად ჩამოვთვალოთ. ეს კი აუცილებლად ფიზიოლოგიური პირველი მოთხოვნილება. პირველადი მოთხოვნილებები აუცილებლად აკმაყოფილებელი უნდა იყოს, როგორც არის კვება, საპირფაშო და ასე შემდეგ, ხო? ბიოლოგიური მოთხოვნილება. რუტინა, ეს უნდა იყოს რუტინაში, მაგალითად დღეში 3-ჯერ თუ აკეთებთ, თუ 4-ჯერ არის ხილი ჩართული, 4-ჯერ და მაგალითად ივიწყებ 9 საათზე, 3 საათზე, ეჩვევა, გესმით, ანუ სხეულს აუცილებლად სჭირდება დისციპლინა, რუტინა და ასე შემდეგ. აუცილებელი არის სხეულისთვის, იმიტომ რომ ასე ისწავლა გადარჩენა, გესმით?
ასე არის მომართული ეს სხეული. და ასე გრძნობს სიმშვიდეში თავს. ეს თუ არ არის დალაგებული, აუცილებლად, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გამოიწვევს მათ აგრესიას, აშიტირებას და ასე შემდეგ. ტირილს, წუწუნს ასე გატყობინებთ, რომ რუტინა არის არეული. უნდათ მაგალითად ასე გადმოსცემენ თავიანთ სათქმელს. იმას ვეღარ აღიქვავენ რა უნდათ, მაგრამ იციან რომ რაღაც უნდათ, რაღაც არ არის დაკმაყოფილებული და რადგან ნეგატიური გვაქვს რამდენჯერ თქვი და კიდევ ერთხელ ვიტყვი, სხეული ასე გადმოსცემენ თავიანთ წუხილს. შემდეგ უნდა გავარკვევთ მათი თუ აშიტირებული, მათი აშიტირების მიზეზი შიში ხო არ არის, მაგალითად უცხო სახეები, რაღაც სტილი დაინახეს, აღიქვეს, რომ საფრთხის შემცვლელად მიიჩნიეს და ასე შემდეგ, ანუ რაღაცა ხო არ შეამჩნია. თუ ასე შეაშინეს, თუ ასე არის, რა თქმა უნდა, უსაფრთხოდ უნდა ავაგრძნობდეთ სიყვარულის ენით და თუ ჩვენზე აქვს აგრესია, ვიღაცამ უნდა ჩაგვანაწოს, ან მოვშორდეთ ცოტა ხნით, რომ ვიცეთ დაწყნარების უფლება და შორიდან ვესაუბროთ, შევცვალოთ ტემბრი, ისე ვესაუბროთ და ასე შემდეგ. მოკლედ, ყველანაირი მეთოდი უნდა გამოვიყენოთ მათ დასაწყნარებლად. შემდეგ უნდა გავიგოთ მათ აგრესიას, მათ აშიტირებას, რამე რაღაცა ხო არ იწევს, მაგალითად, როგორც არის ტელევიზორი, ძალიან ახსნებული არიან იმის გამო, ანუ ტელევიზორის გამო, ხმაურის გამო, ანუ რაღაც რა არის დისკომფორტის მიზეზი, მოკლედ ყველა ვარიანტი ამას ვადგენთ ხოლმე. რა არის დისკომფორტის მიზეზი, ტელევიზორი არის, რაღაც ხმაური არის, სამშენებლობა მიმდინარეობს, რა არის, რომ შესაბამისად მოხდეს ამის აღმოფხვრა. ანუ გავიგოთ, შეიძლება დისკომფორტი გამოიწვიოს, სარკესში უყურებს თავის თავს ვეღარ აღიქვავს და ამიტომ გონია, ანუ საფრთხის შემცვლელი არის ესაუბრება, ამიტომ ფარდას სარკეს ჩამოვაფაროთ, ხმაური არის, შევცადოთ და სამშენებლობა მიმდინარეობს, დავხუროთ კარები, რომ ეს ხმაური აღარ შემოვიდეს სახლში და ასე შემდეგ. ყოველთვის უნდა იყვნენ სითბოში, ზედმეტად ცხელად, ზედმეტად ცივად, ანუ ეს უნდა იყოს ბალანსში მოყვანილი, კომფორტი, შუქი შეიძლება აწუხებდეთ და ეს იყოს დისკომფორტის მიზეზი, მაშინ სინათლეს უნდა ჩავუწიოთ, ზედმეტად სიბნელეში არიან, შეიძლება ოდნავ შუქი ავუნდოთ და მოკლედ ყველაფერი უნდა ვნახოთ, რა თვითონ ვერ იტყვენ, ამიტომ თქვენ, როდესაც წამებში გადახედეთ იქ რა შეიძლება იყოს დისკომფორტის გამოწვევა მათთვის და როგორ გადახედეთ ხოლმე, იცით, მე რო ვიყო, ახლა თქვით, მე რო ვიყო ზესენსიტიური, რა გამოიწვევდა, მაგალითად მაწუხებს ეს შუქი. ეს კი მე თუ მაწუხებს, დემენცია მქონე ადამიანს 1000 მაგათ უფრო მეტად შეაწუხებს. ყველაფერს ასე მიუდეკით. მაგალითად რო ვიყო, ახლა ბუმბული, როგორ მოგცევას ვინდომებით მოვინდსურვებთ სხვისგან, რომ ესე ნასად, სიყვარული და ზედმეტად არ უნდა ასე თუ გესაუბრებიო, გაფრინდება ბუმბული. ესე ფრთხილად სიყვარულის ენით, მე შეგვერდით ვარ, ნასი შეხება და ყველაფერი, რომ ანუ ძალიან სენსიტიური არიან, გესმით? ყველანაირი მენტალური და ფიზიკურადაც და მენტალური კუთხედაც ყველაფერი ძალიან ესეთი შეხება შეიძლება იყოს მათთვის ტკივილის მომგვრელი, ამიტომ ძალიან ნაზად უნდა მოვექცეთ, როგორც სათბურის ყვავილს. შემდეგ აგრესიული არის ყვირისაც, ხო არ გრძნობს თავს მარტოსულად, მაგალითად გამოღვედით საკვებს, ხო არ მოიწყინა, შეიძლება ვიღაცა გაახსენდა და ამიტომ ყოველთვის გავიგოთ რა არის მათი გაღიზიანების, შეიძლება უცბად რაღაცა ესე იწვა და დაიწყოს აგრესია ან ტირილი, იმიტომ რომ უბრალოდ რაღაცა გაახსენდა. რაღაც დედა აღარ ყავს, შეიცოდა საკუთარ და მოიწყინა რა, მოკლედ. ამიტომ შევუცვალოთ წეს, გადმოვიყვანოთ აქეთ, ამანაც შეიძლება დისკომფორტი გამოიწვიოს, ამიტომ თუ სიყვარულის გინდა ეს, უბრალოდ გავატაროთ, მოკლედ შევუცვალოთ რა, გარემო ოდნავ, ანუ სახლიდან არ გაიყვანოთ, იმიტომ რომ წარმოიდგინე, ისედაც დაბნეულები არიან, ასე თუ ისე გრძნობენ, სადაც უფრო ხშირად ატარებენ დროს, იმას ვერ აღიქვავენ, ანუ არ ახსოვთ, თუმცა ხა სხეულის მეხსიერებით რაღაც უფრო, როგორ ვთქვა, უფრო ნაცნობი არის მათთვის. ახლა გარეთ რო გაგვყავს, საერთოდ იბნევიან, იმიტომ ოქტომბერში იმიტომ დამციმდა დედა, თითქმის სულ გარეთ მყავდა, იმიტომ რომ გთქმული რო არ შემიწუხებინა სახლში არის ეს ბატონი ძირითადად და აღარ მუშაობს და ამიტომ მომიწია მე გასვლა, რომ საერთოდ საცხოვრებელში ვარ ამ ეტაპზე,
მარტო ვერ გადავიხდი და ამის გამო უფრო დამძიმდა დედის მდგომარეობა, თუმცა ხა აი ახლა მშვიდად არის ეს გამოხატა დაიხალა ამდენი გამოხატვით და ეს 2 დღე ღმერთის წყალობით შედარებით უფრო კეთესად არის. რითი გაღიზიანების მიზეზი ესეც ისეთ მეტი აგრესიულობის მიზეზი დედაჩემში რა იწვევდა ადრე რამდენიმეჯერ მივეცი აი ცაცდელად წამალე ეს დასაწყისში და ესე იგი როგორ არის იცი ისედაც დაფნეულები არიან ისედაც ესა და ისედაც კარგავენ სხეულზე როგორ გითხრათ ანუ სხეულის მეხსიერებით რჩებიან და ამაზე კონტროლზეც ნელ-ნელა დემენცია აკარგუნებთ და წამალე ერთ ბაშად ახდენს იმიტომ რომ მათ მიძინებას ახდენს ანუ სხეულის დამშვიდებას როგორ ხდება ჩვენი, იმიტომ რომ ესე ბურუსში ხარ, ხო? და მაგიტომ ხარ წყნარად, ხო? და წარმოვიდგინეთ უცბად რომ აი ესე მათ მიძინება ხდება ისე რომ ეს ბიოლოგიურად კი არა, ხელოვნურად უფრო შეიძლება გაგიჟდნენ. აი დედაჩემი უფრო გაგიჟდა. თუ დედაჩემისთვის არანაირი წამალი, წამალი ყველა მედიკამენტი არის ინდივიდუალური. აქედან გამომდინარე, ანუ ზოგს შეიძლება თუ სტადიასაც გააჩნია რა დემენციის შეიძლება იმ სტადიაში უშველოს თუმცა მე ეგოებიან ამ წამლებს და მე ისიც არ მოქმედებს და უბრალოდ ჩაწოლილი ხდებიან რა კიდევ ერთხელ გააჩნია სტადიას და გააჩნია ადამიანის მიმღებლობას ანუ ადამიანი ორგანიზმს რამდენად მიმღებელი არის ამა თუ იმ წამლის აქედან გამომდინარე წამალმაც შეიძლება გამოიწვიოს აჟიტირება და თუ თქვენ გსურთ რომ წამალზე იყოს ადამიანი პაციენტი ჩაუნაცვლეთ სხვადასხვა მედიკამენტების ცადეთ და რომელიღაცა მოერგება აუცილებლად თუმცა დიდი რაოდენობის მედიკამენტი ხშირი გამოყენება შემდეგ მოტორიკაზე ძალიან ცუდად აისახება დავიმახსოვროთ მათი აჟიტირება მათი აგრესია კი არ არის რეალურად არ ასე გვეუბნებიან რომ რაღაცა არის არასწორად რაღაცა არ მომწონს რაღა დისკომფორტში ვარ ვიცოდეთ და რომ ამას ხვდებით უნდა დავიწყოთ ძებნა რა იწვევს მათ დისკომფორტს რას აღიქვავს სხეული არასწორად და შევიცოდოთ ამის აღმოფხვრა და აუცილებლად დავწყნარდება დემენცია მქონე ადამიანი. როდესაც და ჩვენ რაც ვთავარი ახლა მომლელები ხო? როდესაც ნახეთ ასეთი აჟიტირებული არის დემენცია მქონე ადამიანი ეგრევე რატო ვიცხებთ ხოლმე ამ მოკლე გზას წამის გზას თუმცა მართალი ხართ ყველა ჩვენ არჩევანში ვართ მართალი იმიტომ რომ ნახეთ ტვინი ეგრევე კონტროლს ცდილობს რომ გააკონტროლოს ის სიტუაცია ასეთი აღგზნებული ქაოსში ვართ და დაბნეულებად უსაფრთხოდ არ ვგრძნობთ თავს და ამიტომ რაღაც როგორ თქვა ვიბნევით თვითონ მომლელებიც ამიტომ ნახეთ რა უნდა ვთქვა პირველ რიგში მე ვაძლევ დემენცია მქონე ადამიანს გამოხატოს თავისი გრძნობები ანუ მე ვაძლევ მას უფლებას იყოს ისეთი როგორიც არის მე ვღებულობ ამ მოცემულობას და მე ვცდილობ შევუქმნა მას კომფორტი გავარკვიო რა იწვევს დისკომფორტს მასში მე აღვიქვავ რომ მისი ყოველი სიტყვა არ არის პირადი შეურაცხყოფა არამედ ასე გვეუბნება რომ არის უბრალოდ დისკომფორტში შესაბამისად ასე რომ მივუდგებით და ვიცოდეთ რომ დავაწყნაროთ ჩვენი სხეული, ჩვენი ცხოველი, თქვათ რომ ის აგრესიული არის, მე სიმშვიდეში ვიქნები და შევმსუბუქებ, აღმოვხვრავ ის დისკომფორტს და ამით მეც გავბედნიერდები და დემენცია მქონე პაციენტიც არასდროს არ გაექცეთ ემოციას, რომ მაგალითად აგრესიული არის პირველ რიგში თქვენი დაწყნარება უნდა მოხდეს, მოვლელის დაწყნარება, რომ თქვენ არ ჩართოთ გადარჩენის რეჟიმი, კონტროლის რეჟიმი და რაღაცა საოცრებები არ გააკეთოთ დაბნევის გამო. გესმით? ანუ ტვინი ეგრევე გეუბნებათ, რომ გააკონტროლეთ დემენცია მქონე ადამიანი, იმიტომ რომ უსაფრთხოდ აღარ გრძნობთ თავს და რაღაცას დაგუშავებს ან რაღაცა, სისულელებს გვაწვდის, რომ როგორ ხაც გაგვარჩინოს, გავუკოთ ახლა ჩვენს გონებას, ხო? თუმცა ნახეთ რა გავაკეთოთ. ვიგრძნოთ ის იმოცე და აუცილებლად, აი დახუჭეთ თვალები, ღრმად ჩაისუნთქეთ. შეისუნთქეთ
და ამოისუნთქეთ უფრო ნელა. აი მაგალითად 4 ჯერ თუ შეისუნთქავთ, ამოისუნთქეთ 8 ჯერ. აი ეს აწყნარებს სხეულს, სიმშვიდებს შეაგრძნობინებს თავს. შეისუნთქეთ, ამოისუნთქეთ და შემდეგ მაგალითად რაღაცა გითხრათ სიტყვა ისეთი არ აგრესიული არ სად გრძნობთ მე ძირითადად ამ გულში გრძნობ ხოლმე ან აი ამ ნაწილში სად გრძნობთ აი ამ ნეგატიურ ენერგიას და ნახეთ რა გააკეთეთ კი არ თუ თქვენ ამას დაიგნორებთ დარჩება და გული დაგიმცემდება ნეგატივით მაგრამ რა გააკეთეთ როდის არ შეგეხებათ მოკლედ დემენციის აგრესია და ასე შემდეგ როდესაც გაატარებთ ამ ემოციას აი წამოვიდა ხო ეს ნეგატივი შემოვიდა თქვენში გულში მაგალითად აქ იგრძნობთ სიმძიმეს ნახეთ რა დახუჭეთ თვალები შეისუნთქეთ და სუნთქვით წარმოიდგინეთ რომ ჩადის ანუ იგრძენით კი არ დააიგნოროთ არამედ გაატარეთ ეს ნეგატივი თქვენში აი ასე დამიჯერეთ არ დაისტრესებით მოკლედ ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ მაინც დაგეხმარებათ ეს ვიდეო იმის მიხვედრაში თუ რატომ არის დემენცია მქონე ადამიანი აგრესიული მიყვარხარით მე თქვენ უპირობოდ მიყვარხარით